მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით, ვინც მელოდებოდით. მოკლედ ეს დღეები დავიკარგე, იმიტომ რომ ძალიან დაღლი მოვდიოდი, არაფრის თავი არ მქონდა. გუშინ კიდე ძალიან გვიან წამოვედით სახლში, ანუ ყველა თანამშრომლები და ეხლა თანმიმდევრობით მოგიყვებით ყველაფერს. მოკლედ, მოდით ჯერ კატებს რაღაცას ვაჭმევ, თორე ამათ იქნავილი თქვენ შეგაწუხებს და პირველ რიგში მე მაწუხებს უკვე ერთი წამით მაცივარი შევატრიალე. ხო, ცოტას ვაჭმევ, თორე ესენი არ შემეშვებიან. ხო, მაცალეთ. მერთო ჩემო. ერთი შენ, ერთიც შენ. Всё. და ხა ხმარ ვაიმე გაფის ხმა გესმით? ხო, ეხლა ვიწყებ მოყოლას. მოკლედ, სიურპრიზია ჩემთვის და სოსოსთვის. ასე ვთქვათ, დატანჯული 5 წელი. ვინც ძველები ხართ, იცით ჩვენი ამბავი საცხის მანქანასთან დაკავშირებით, მოკლედ ისიც იცით, რომ რაღაც მომეწონა, განვადება რა შუაშია. განვადებას არ მაძლევენ, იმიტომ რომ ეს არის მოკლედ TVC მინება ასე შავსიაში მომახვედრეს. ხო, თავიანთი შეცდომის გამო. ხო და მოკლედ ეს 5 წელი ჩემმა ძველებმა იცით ძალიან კარგად როგორ მიმქონდა სარაცხი დედასთან, იქ რომ რეცხავდი, მე მომქონდა, აქ ვაშრობდი და ასე ვწვალობდი სულ. ხო და ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, ეხლა თუ მიყურებს, თუ ამოუგდებს ამ ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედანაც მოგიხადო. ესე იგი, ეხლა კიდე ვერ გამოვხატავ იმდენად ამ ემოციებს, იმიტომ რომ მე თვითონაც ისე ვარ, იმდენად გადავიღალე ეს დღეები, ზედიზედ მუშაობ, ანუ მხოლოდ საღამოს, აი 1-2 საათი მაქვს და მერე ვიძინებ, ისევ დილას მივდივარ, მთელი დღე იქ ვარ, ის მოკლედ აი ესეთი რეჟიმი მაქვს ყოველ დღე. და ამიტომ ძალიან გადავიღალე და მაინც მოვახერხე, მოკლედ გუშინ რომელი საათი იყო, სოსოს დავურეკე და მოკლედ აქეთ-იქით მთელი ამბები უცბად წამოხტი, სამსახურში ვარ, რა თქმა უნდა. დიდება უფალსო სამსახური მაქვს ახლოს და ამოვიფინე, ტელეფონი თავისთავად სოსოსთან არის. ანუ სანამ ტელეფონი გაკეთდება სოსოსი, ანუ ჯერჯერობით ჩემ ტელეფონს ვუტოვებ და მოკლედ თანამშრომლები შეწუხებული მყავს დარეკვით, რომ გადმოურეკო ხოლმე რა სახლში სოსოს, რომ მოვიკითხო რა ქნა, როგორ ქნა მოკლედ. და ამოვირბინე და წავედი ეგრევე, ესე იგი, აი თან წვიმდა, როგორ წვიმდა, იცით, თავსხმა წვიმა იყო, ხოლგა წავიღე. ავირბინე უცბად მეტროში ჩავედი, დიდუბეში ამოვედი და ეს რატო გავაკეთე ახლა მეტროთი, თქვათ, აქედანვე რომ დავუშვათ ტაქსით წავსულიყავი, შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი აქედან ტექნობუმის იმამდე რამდენს დაწერდა და წარმოიდგინეთ, ჯერ ახლა გეტყვით დიდუბიდან ტექნობუმამდე 15 რომ მითხრა, 15 ლარი მეთქი რაღაცა დავიჩივლე და კარგიოდ 13-ად გაგიყვანა და მეთქი ამაზე ნაკლებად ალბათ არ იქნება თქო და არ დავიწყეთ რეალი დროში ვარ შეზღუდული, იმიტომ რომ ერთი ძალიღაა დარჩენილი, როგორც ვიცი, ანუ იქ თვითონ ტექნობუმის მაღაზიაში
და ნუ ჩქარობ რა რომ კიდე ანუ აი მანამდე უფრო იაფიანი იყო და ნუ ვერ მოვასწარი და ანუ ეს მაინც მოვასწრო თქო ცოტათი მეტი ღირდა ეს და გავიქეცი მოკლედ ამ ტექნობუმში გავიქეცი რა მანქანით რა ტაქსით წავედი მივედი და ესე იგი დახლია თუ რა ქვია ნუ მოკლედ დგას ეს რომელიც მე მინდა ხო და ნუ ახლა მინდა რომ ვიყიდო და წავიღო რა ეგრევე და ისა 2-3 დღეშია მიწოდება მოკლედ არ შეიძლება მეთქი რომ დღესვე და ნახოთო რაღაცა თუ არის მაშინ თქვენ თვითონ და წაიღოთ ანუ ისე 2-3 დღეში თვითონ მოიტანდნენ უფასო მოტანა დამონტაჟება თუ როგორღაც არის რაღაცა და არა მეთქი ნუ ხო მე ნუ ისე მოხდა რომ საწყობშიაო მაინც დრო დაჭირდებაო და ჯობიაო ესე ნუ კარგით მეთქი სხვა გზა არ დამიტოვეს და ბოლო ნუ დავთანხმდი რა იყოს მეთქი რა თავარია რომ იყოს თქო ხო და კიდე დავიცდი თქო ეხლა დაცდაც რაღა უნდა და თავარია რომ მეყიდა ხო და საბოლოოდ ესე იგი ესეთი ამბავი ისეთი დაღლილი ვარ მეგობრებო ლაპარაკიც კი აი აღარ შემიძლია დამავიწყდა ლაპარაკი და ეს გოგო ხომ ელაპარაკებოდა ამას ყველაფერს და უკვე ანუ გადახდის პროცესია და ბიჭი ზის და ამოწმებს მოკლედ კომპიუტერში რაღაცა და ერთი წუთითო შემგონიო არის საწყობშიო თუ რაღაცა ანუ თლად ის დახზე რომ იდგამ და ის არ ვიცი საჩვენებელი იყო თუ მოკლედ ანუ ყოფილა ისე გამიხარდა ნუ ავეხედე მეთქი დიდება უფალს მეთქი რომ არის თქო და ხო და ნუ მოკლედ ვიყიდე მე არ მქონდა იანდექსი მობილურზე და იმ კონსულტანტმა გამოიძახა ეს იანდექსის რაღაც მანქანა სადაც დაეტეოდა ეს ისა და ნუ მოკლედ გუშინ მოვიტანე და აი რასაც ქვია თვითონ ვინც მომატანინა მძღოლს ვთხოვე რომ მეთქი თუ ამატანინებთ თქო და კიო თუ ანუ ორი ადამიანი ხო უნდა ატანას და თქვენ თუ შეძლებთო და რა ვიცი ვნახოთ მეთქი და რო ავწიე და უი რა მსუბუქი ყოფილა მეთქი და გადაირია კაცი რა მსუბუქიაო ხო და ნუ ავიტანეთ დავდგი მე მადლობა ვუთხარი თავისთავად რაც იყო გადასახდელი გადავუხადე და ნუ გავაღეკარები ნუ გარედან მკეტავ ხოლმე ნუ სოსაც აქვს თავისი გასაღები შიგნიდან რამე რო იყოს და მოკლედ ხო ნუ სახშია ხოლმე რასოსო და მოკლედ შემოვათრიე ძლივ შემოვათრიე და თან ჩქარობ იმიტომ რომ დრო ხო უნდა და ამ ყველაფერს და დაჟე იმაზე სწრაფად გავაკეთე ვიდრე როგორც წესი კეთდება უბრალოდ საცობებმა შემიშალა ხელი თორე საცობი რო არ ყოფილიყო უფრო სწრაფად მოვიდოდი და მოკლედ დავდე რა და სოზომ გავხსნაო და მეთქი ჯერ არა მეთქი და წავედი ისევ სამსახურში დავბრუნდი მოკლედ გვიან ძალიან გვიან მოვედი სახლში ერთი ის იყო რაღაცა კეიპობდნენ და მოკლედ ძალიან ხანს იყვნენ და ნუ ჩვენც ახლა გავჭერდით მგონი 12 იყო თუ პირველი დაწყებული მოკლედ გვიანი იყო და თან ფიქრებში ვარ რომ უნდა როგორ დავაყენო რაღაცა მე თვითონ რა თქმა უნდა ხო ისიც ვიფიქრე მეთქი ამ ბაზანაში ანუ თხელია ახლა გაჩვენებთ და არის 7 კილოგრამიანი მიულერის ეს ფირმის ანუ მგონი გერმანულია ისიც არ ვიცი გებიცებით ხო და ისე გავაკეთე რომ როგორც ვამბობდი რომ ეს გიფსოკარდონი ხო არის ანუ აბაზანასთან კედელი რა და იქით არის ყველაფერი ანუ გაკეთებული იმისთვის რომ საზღვის მანქანა ხომ და თავის დროზე 5 წლის წინ მეყიდა და ის ფული ხო დამახარჯინა ხელოსანმა მოკლედ აქედან გამოვჭერი ცოტა და ეს შლანგები ყველაფერი მივაერთე ანუ შევყავი შეგნით აი ამ ხელა ის არის რაღაცა ისა და იმაში დავსვი რა მოკლედ თავის ადგილზე და ისყავ თავისთავად აქ არის და ხო როცა ვრეცხავ უკვე დაყენებულია ვრეცხავ უკვე გუშინ გავრეცხ მოკლედ რა ვიცი მეფერბოდი სოსო დამჩინო და
ხო, ну, ესე იგი, ისეთი ბადლიერი ვარ იმ ადამიანის, აი, მოკლედ, აი, ვერ გეტყვით, ემოციები არ ყოფნის, აი, რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა ვთქვა, ისიც არ ვიცი, ამ ხელა საჩუქარი ცხოვრებაში ჩემთვის, აი, არავის არ გაუკეთებია, ესეთი ძვირფასი საჩუქარი. და აი, ძალიან ბედნიერი ვარ, თან როგორ გვჭირდებოდა ჩვენ, აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი, როგორც ნინო, ხო, აი, ნინომ რო ის ცხელი წყლის პრობლემა რომ მოგვიგვარა 1000 რაღაცა კიდე მაგის გარდა ესე რომ ეძახი ფეია კრიოსნაიას. მოკლედ, ეხლა გაჩვენებთ, ხო, და რა მას ვქენი, მოკლედ, შლანგი თავისი რაც მოყვა, ეხლა აქეთ მე ხო ეს მაცივარი ვთქვი რომ შემოვატრიალებ თქო და მინდოდა მასთან ახლოს, ანუ მაცივართან უფრო ახლოს ყოფილიყო, რომ აქ თავისთავად მკანთან რომ იოლი იყოს ადგილი რომ იყოს. ანუ შემოტრიალებას ეხლა პრინციპში დიდი აზრიც არ ქონდა, მაგრამ მე მაინც მოვატრიალე სანამ ამას დავაყენებდი და თან ყავა დამავიწყდა ყავის ყიდვა მომიწევს ჩასვლა. ხო და ამიტომ შლანგის რო ვიყიდი ცალკე ანუ წყლის მიწოდების მილს მე გავწევ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს საიდანაც ჩადის წყალი, ანუ გადის უბრალოდ საერცხლის მანქანიდან, ის კი აქვს ნორმალური ზომის, მაგრამ თან იმას კიდე ის შეიძლება დაუმაგდეს რაღაცა გადამყვანი, ну ეგ არ არის პრობლემა, მთავარია ის შლანგია თუ რა მილი უნდა გამოვცვალო, უფრო დიდი მჭირდება, რომ ჩავაჩოჩო ცოტა ქვემოთ რა, ანუ მაცივრის მხარეს ოდნავ. ხო და ეხლა გაჩვენებთ მეგობრებო. მოკლედ აი ესე გამოიყურება, აი ეს ფირმა არის 7 კილოგრამიანი. აქვს ძალიან საინტერესო პროგრამები, მარტივია, მოხმარებაში არაფერი ისეთი ის არ არის. მოკლედ აქ აქვს ესეთი ღილაკი. ანუ ჩართო გამორთვის და უკვე რეჟიმს რომ იცე, მე სტარტი და იწყებს მუშაობას. ხო. და ძალიან კარგი ბარაბანი აქვს. აი ზუსტად ეგ მითხრა, ანუ ვინც მაჩუქა ეს საჩუქარი, ვინც გვაჩუქა, რომ ვიღაცის ნახმარი, ну მოკლედ არ გინდა და აი ესეთი დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. აქვს ძალიან კარგი დიდი ესეთი ბარაბანი, სულ ახალდახალი, აქვს ესეთი რაღაცა პლასმასის ისინი, არ ვიცი, ახლა დედაჩემის საერცხლის მანქანას ესეთი არა აქვს. და მოკლედ ახლა ცოტა ხნის უკან ქვემოთ ერთი აი ეს ფეხი, აქეთა ფეხი დავურეგულირე, იმიტომ რომ ოდნავ თითქოს ისე იყო და არა, ახლა ესე ძალიანაც არ ეტყობოდა, მაგრამ მოკლედ ძალიან მჭიდროდ უნდა იდგესო და ну თავიდანვე მჭიდროდ დადგა, ახლა მეტლახზე მაინც კარგად არის რა. ხო და ну არ ვიცი, აქ ეს არის კოჩის ის უნდა ავაშორო მე ჩვეულებრივი, ანუ აქ არის დამარბილებლის, ფხვნილის, მოკლედ ამები. და ანუ გვეღირს სამეგობრებო და გაფიც მოვიდა. შენ არ შეძვრე მაგ მანქანაში ერთხელ ვიღაცა ის ხო შეძვრა და მე უჩივლეს საერცხლის მანქანას მე და იმის მერე დაიწყეს დაწერა, რომ ანუ ფრთხილად იყავითო ცხოველებთან. მოკლედ ესეთი ამბები მეგობრებო, საერცხლის მანქანა გვეღირს მე და სოსოს სუფთები თუ როგორ თქვა, ხო, ну ვივლით. ხო და გაგყენებთ დღეს მეგობრებო დღეს სოსომ თვითონ მოიმზადა და ასე ვთქვათ ვურეკავდი სამსახურიდან და ცოტა პატარა ინსტრუქტაჟი ჩავუტარე. ის იყო 3 წელი დიდი ბულგარულები მქონდა და ის რა ქვია მაგას ბულგარული სტოლმა მოკლედ ჩავტენე და
უბრალოდ დაუტოვე და მეთქი მიაქცი ყურადღება, ცოტა მე ხახვი გავუკეთე, მწვანილი რაღაცა და გავუკეთე ყველაფერი და მოგეწონა სოსო? გემრიელი იყო? და ესე მეგობრებო, მოკლედ გახარებული ვარ, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ ახლა და ვერ ლაპარაკობ კიდე იმდენად ისე თან ახლა კიდე ყავა რო არ დავლიო, მე არ ვიცი, ვერ მომისვენებ, იმიტომ რომ სამსახურში არის უნალიქო ყავა. იცით, ჩემმა გამომწერებმა რომ მე უნალიქო ყავას ძალიან იშვიათად ვსვავდი და ახლა უბრალოდ ესეთი მდგომარეობა მაქვს, როცა გრძნობ უკვე რომ აი ძალიან ვითენთები, ვიღლები და რაღაცა აი რომ უნდა გამოვფხიზლდე. მართალია ახლა კარგი იქნებოდა კარნოარი, მაგრამ კარნოარი დღეში სამჯერ დავლიო დამაგდებს უფრო უარესი ზამს, ანუ წნევასაც ამიწევს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია და კოფეინი შეიცავს, როგორც ჩანს. ხო და ასე დღესაც უნდა შევყარო რაღაცეები, გასარეცხები. ქვეყანა მაქვს, მეგობრებო, გასარეცხები, მთელი გარდერობი გასარეცხი მაქვს, ანუ ვიძახი აი ეს კურტკები, ესეთი რაღაცები, რომ ზამთრის ხოლმე ჩავაწყოთ და ხო და მოკლედ მივყვები ნელ-ნელა ეტაპობრივად იქ პლედები იქნება, ის იქნება, ეს იქნება რაღაცა. აი ეს კიდე ეს ამას ისე ხელითაც კი გავრეცხავ, არ არის პრობლემა, ძალიან თხელია, მაგრამ რატო გავრეცხო ხელით, როცა შეიძლება ტანსაცმელთან ერთად ესეც შევაგდო და თვითონ გაირეცხება. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, აი უღრმესი მადლობა, მე არ ვიცი, აი რა უნდა გავაკეთო, ესე ღმერთისგან დალოცვილია ეს ადამიანი. ეს არაერთხელ აკეთებს ამას, ესეთ რამეს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა და სულ დალოცვილი ატაროს ღმერთმა თავის ცხოვრებას, წარმატება, სიხარული, ყველაფერში გამართლება, ну მოკლედ და მასთან ერთად კიდე ნინო მინდა დავლოცო და ის ადამიანები, ვინც გვერდში მიდგა ხართ ხოლმე, როცა ძალიან მჭირდებოდა და მოკლედ მე და სოსოს გაგვატანინეთ, რასაც ქვია, აი ეს გაჭირვება. ღმერთის წყალობით ახლა არის სამსახური, ჯერჯერობით მუშაობ, მოკლედ თან მუშაობ, არ ქვია მაგას, ამას ქვია, აი სახლიდან გაგდებული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ძალიან ძნელია ჯერ მარტო მაგიტომ, რომ მთელი დღის მანძილზე, აი ბავშვი და დამოუკიდებლად კი კარგია მისთვის, მაგრამ ისე მოვენატრები ხოლმე სოსოს, რომ ესე იგი ძილის წინ მელაპარაკება და ნუ მოკლედ აი ესეთი ამბები. ხო, ახლა ნელ-ნელა ჩავალ ქვემოთ, კარგია რომ 24 საათიანი მაღაზია გვაქვს, ყავას ვიყიდი და შენც დალევ სოსო? ღამე არ შეიძლება, მაგრამ დალევ შენც ყავას თქო, ნალექიას. მოდი დედა მიესალმე. არა, მოდი. მოდი სიხარული, მოდი. მოკლედ რა. ერთი წუთი. არ შეგიძლია? ხო, კიდე ნამუშევრის დასრულება ვერა და ვერ დავადგი, მეგობრებო, საშველი და ეხლა ეკათუ მიყურებს, ხო, აი, ხო გეუბნებით კონტაქტზე, ვერავისთან ვერ გავდივარ, სახში რომ მოვდივარ, იმდენი საქმე მაქვს ხოლმე გასაკეთებელი, ახლა ვიდეოს რო წერ, ესეც სენსაცია მაქვს. ხო, არ გამოდიოდა არანაირად ეს ვიდეო რო არ ჩამეწერა და მოკლედ ეკა როგორმე შემეხვიანე ნამუშევარი მაქვს ეკასი და არ ვიცი, ვერა და ვერ გამარჯობა. მოდი დედა. ხო, რა არის? არაფერი დედა, მიესალმე. ხო, გამარჯობა. ხო და მოკლედ აი ესე ვართ რა და მე ვიღლები, სოსო იღლება სახლში ყოფნით. ვიღაცამ მითხრა სკოლასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ადრე ვთქვი და ალბათ ხშირად უნდა გავიმეორო. მოკლედ დავურეკე მე, ანუ სკოლაში დავრეკე და ნათქვამი მაქვს, რომ მოკლედ სახლში იმაზე მყავს, ანუ გადაყვანილი დროებით მე ესე ვუთხარი, იმიტომ რომ იმდენად დიდი ჩავარდნები გქონდა ყველა კუთხით აბსოლუტურად, აი
ერთი მეორეზე აგებული მიზეზები, ხომ? რაღაცა ისა, ნუ დახუნწული, რასაც ქვია და ამიტომ მეთქი მე ჩააბარებს ყველაფერს თქვა და ესე ვარ რა, ესეთ რეჟიმში ვართ ჯერჯერობით. თან ვინც არიცით სოსოს მასწავლებელი ავად იყო, ეხლა უკეთესად არისო ისე გამიხარდა. ახალგაზრდა გოგოა, სოსოს დამრიგებელი, ძალიან კაი გოგო, მოკლედ ჩვენი ანუ კლასელის მშობელია ამავდროულად. ძალიან თბილი, ფაქტიურად მეგობრები და რაღაც ესეთი და ნუ ძალიან გამვიცადე, ნუ ამის გამოც მქონდა ძალიან სერიოზული დეპრესია დამეწყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ვღელავდი რა, მე საერთოდ დიდად არ ვიცი ხოლმე ესე, მაგრამ გულში ვღელავ, ნერვიულობ და მე ეს გამოვლინდება ხოლმე იმ სხვადასხვა რაღაცა მოქმედებაში თუ ჩემს საქმიანობაში, ნუ მოკლედ ყველაფერში რა. ნუ აწვევი დედა. არ უნდა იხურებოდეს, მინდა რომ ცოტა დაიხურება. მოკლედ ეს საყინულე რაღაცა დავუკელი მეგობრებო, მაცი ვარს დავუკელი ისა გამორთვით ჯერჯერობით ვერ ვთიშავ, ნუ რაღაცა უნდა გამოვყო ამისთვის ცალკე დრო, ეხლა აქ სადილებს ეხლა კი გვაქვს ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება გაფუჭდეს, მაგალითად სოსო ეს დღეები სულ ვრძესებს დაჩათ. არა. რატო შედი მაშინ ისა? ცარიელებს მიტოვებს მეგობრებო და ვაიმე ეს ხო კიდე რაღაცა იქ არის ისეთი და ეს რა ყველაფერი არ არის მაგაშია გაშა და რა იყო? პამიდორი და მაგაყვეში და დამივარდა და ამაში რატო იყო? გაჭრილი რო იყო? რა მაგაშია შენდა შენ ანუ გაჭრილი პამიდორი რო იყო ეს ხო შენდა აღარც მახსოვს მეგობრებო სულ გარეთ ანუ სამსახურში სახში მოვდივარ და სახე ხო რა ესე იგი ესა მოვდივარ დაღლილი კიდე შევხედავ აქ რაღაცა თუ მოსაწესრიგებელია მაშვები ახლა კიდე ფანჯრის დარდი მაქვს ის არის გასაწმენდი ახლა მაწუთი იღებ მარტო არა დედა ეს ვაიმე ხო უნდა გადავაბა იმიტომ რომ სარცხის ბანკა ხო მითი ხო და ესე მეგობრებო ახლა ჩავალ ამოვიდა მყავას და დავნათ ყავა არა ნალექიანი არა ჩავალ მოკლედ ამოვედი ეს ზაღლილი ადამიანი რას ავწანწანებ აქეთ-იქით ეს არის რასაც უფრო ხშირად ვსვამ ხოლმე და იქით ვერ მივდივარ ჯერ მეგობრებო როდის უნდა გავიდე ახლა აღდგომის დღეებში დავისვენებთ 2-3 დღე ალბათ არ ვიცი ზუსტად ჯერ და ვერ იცვენებენ ეს პატები ხო ვაჭამე აი რა უნდა კიდე ხო ამათი ისა კორმი ამათი კორმით საყიდელი მაქვს იმიტომ არიან გაგიჟებულები რო არიან ის კორმი ყოფნით და ეხლა ისე რო ვაჭმევ რაღაცას არ ყოფნით და კიდე ისა ჩბედა არ შემეშვებია ეხლავე რაღაც იღრინები გაფი ისე იღრინება გეგონება ეხლა წავართ მე რა მითხარი გინდა ხო ყავა კილოში მინდა ჩაყრა და ის კილო მოგედა პატარა კილოში რაღაცები მოვიწყდება ხოლმე
რაღაცას ვიტყვი ადამიანს რაღაცას ვიტყვი მე მავიწყდება აი ეს ეთყობა სერიოზული გადაღლის შედეგი ამდენი ხანი რომ აი ესე ვიყავი გათიშული გამოშტერებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უცბად თითქოს აი მეგობრებო სამყაროს კანონზომიერება ვინც არაფერს არ აკეთებს და ისეა ხო მე ცხოვრება ისეთ რაღაცებს მოულენს რომ დაბალანსდეს ხო და ამიტომ ზომიერად უნდა იყოს ყველაფერი ჩემი აზრით ადამიანმა ზომიერად უნდა იშრომოს ეხლა ვინც ზედმეტს წვალობს და შრომობს მე იმას დაუფასებად და კარგად წავლოთ საქმე მაგრამ იქაც უნდა იყოს ზომიერება რომ კიდევ უკუღმად არ მოხდეს ყველაფერი რა რომ უკვირდები ეხლა რაც საერთოდ ცხოვრებაში ვაკვირდები ესეთ რაღაცებს მართლა ესეა მეგობრებო რაღაცა ესეთი კანონზომიერება არსებობს ესეთი ხო და ამიტომ ხარფეძოზე წამოწოლა არ არის კაი ამბავი და ზომიერად უნდა აკეთოს ყველამ თავისი გასაკეთებელი ზოგი ფიქრობს მაგალითად არის ესეთი მოსაზრება რომ ну რატო ვიშრომო როცა თქვათ მაქვს ამისი რესურსი საშუალება და ანუ ვიცხოვრო დავტკბე ცხოვრებით და მაგალითად მაგრამ აი ზუსტად მან ხდება დიდი შეცდომა იმიტომ რომ ცხოვრება მე ისე აკეთებს ისე შემოატრიალებს მდგომარეობას რომ რაღაცით მაინც უწევს იმ ადამიანს რაღაცა საფასურის გადახდა და ამიტომ რაღაცა დოზით ანუ აი ადრე თქვა საგარელმა რა მართლა ძალიან ჭკვიანური რაღაცა თქვა რომ ყველაფერში უნდა იყოს ზომიერება შენარჩუნებული ანუ თავგადაკვლით შრომაც არ ვარგა ეხლა რომ აი გაგიჟდეს ადამიანი და რა ვიცი ყველაფერი დაიტანჯოს და ისე ხო და ესე მეგობრებო მე დიდ გაზსაც დავტენი და 4 კამფორზე გადავინაცვლე შემივიდა ყვამლი და ესე ახლა ყავას დავლევ და დავწვევი დავიძინებ რომ მეყოს ძილი იმიტომ რომ წუხელ მეგობრებო მეძინა მგონი 4 საათი იმიტომ რომ სარცხის მანქანა ჯერ ჩავთე ეს ანუ გავლების თუ როგორ ვქვია რა ეს თვითონ რო რეცხავს სარცხის მანქანა რო იწმინდება რა გაწმინდის რეჟიმზე და დრო ხო აქვს მაგას თავისი სანამ დაასრულებდა თავის პროცედურას და მე შევყარე ჩვეულებრივად ტანისამოსი და აღარ დაველოდე თვითონ გაითიშა ჭკვიანურად მოკლედ დაასრულა მუშაობა და დილას ავდექი და უბრალოდ გამოვიღე კიდე მაგის თავი მქონდა გამოვიღე გავფინე სარეცხი იმიტომ რომ დავდით რომ გაგეღვიძება რომ ფიქრობ რომ ეს მაინც როცა ირეცხება ხო უნდა გაიღოს და ჰაერმა იმოძრაოს რომ არ ჩანესტიანდეს ახლა ეს სწრაფად მოასწრებდა მაგრამ მაინც მაქვს ხოლმე ესეთი ფიქრები ხო და ესე მეგობრებო მოკლედ ძალიან გახარებული ვარ თუმცა ვერ შემატყობთ ახლა ძალიან დაღლილი ვარ ძალიან გახარებული და ხო ნუ აღდგომის დღეებში გავისვენებ გამოვიძინებ მინდა წასვლა დედაჩემთან მერე ძალიან დიდი მოდელი მაქვს სასაფლაოზე ავალ მამაჩემის სასაფლაოზე მამაჩემის გვერდზეა ასევე დაკრძალული ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი ანუ მამაჩემის დედმამა და
მოკლედ ესე დგომას ესეთი გეგმები გვაქვს. მე არ ვიცი როგორ მოვახერხებ ასკის ყიდვას, კვერცხების შეღებას, იმიტომ რომ არ ვიცი თუ მოვახერხე და ცოტა ხნით გამომენთავისუფლე. არ ვიცი რა როგორ იქნება. მოკლედ აი ესეთი ამბები. მეგობრებო, ძალიან მომენატრა ვიდეოს გადაღება, ვიდეოს ჩაწერა. ბევრ თემებზე მინდა საუბარი. რაც დრო გადის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არა ვარ და წესით არ უნდა მიკვირდეს რაღაცები, მაგრამ მოკლედ მაინც რაღაცები მაოცებს ხოლმე და ამაზე მინდა საუბარი. ადამიანების, ასე ვთქვათ, ხასიათებზე და მოკლედ საინტერესო თემაა. ძალიან საინტერესო. პრინციპში ასეთ ადამიანებს ვერც გავამტყუნებ, იმიტომ რომ ცხოვრება მოვიტანა ის რომ თუ რაღაცა იმიჯი არ შეიქმნა ადამიანმა და რაღაც ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული როგორ ვთქვათ მოკლედ რომ ტიპობენ და რაღაცა ვითომ და რაღაცას წარმოადგენს. სინამდვილეში მეგობრებო, არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ერთი ციცქნა რაღაცა არსებები ვართ დედამიწაზე, მოვდივართ რაღაცა გარკვეული დრო და მივდივართ. всё, არაფერი მოგვაქვს, არაფერი მიგვაქვს და უბრალოდ ჩვენ საზოგადოებაში იმდენად გამეფებულია ეს, რომ ყველა რაღაცას ცდილობს, რომ რაღაცით იყოს გამორჩეული და მოკლედ ეს ცალკე თემაა და მაგაზე აი დეტალურად ვერ ვისაუბროთ. მაგრამ ხანდახან რაღაცაზე შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ხანდახან სასაცილოც არ არის, იმიტომ რომ ეს არის ტრაგედია კაცობრიობის, რომ რაღაცა ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ და მოკლედ თამაშობენ იმ როლს, რაც სინამდვილეში არ არიან და მოკლედ ესეთი ამბებია. ხო, ჩემი სარეცხი, გუში გარეცხილი უკვე გაშრა. გაშრებოდა, აბა ამისა მე გავშრი. იმდენი ხანი ვარ ხოლმე სამსახურში. ხო და მომენატრა ნორმალურად ყავის დალევა. ისეთი სამართალი ერთი სული მაქვს, რომ აი ეს დღე მოვიდეს, ანუ აღგრომის დასვენების დღეები, რომ უკვე აი რომ ვიცი, რომ დავწვევი, დავიძინებ და გემრიელად გამოვიძინებ. თან რა არის, იცით, მე ზოგადად არ მაქვს გართულება. ეხლა ვინც დიდი ხანია მიყურებთ, კი იცით, დილის 6 საათზე რომ წამოვხტებოდი ხოლმე და ვიდეოსაც ჩავწერდი და მე სამსახურში გავრბოდი. მე მოვდიოდი, ცოტა ხანი ვისვენებდი, ანუ თვალს ვატყუებდი საათამდე და მე ისე მოვდიოდი თქვენთან და მოკლედ აქ ცოტა სხვაგვარად არის და ამიტომ ეხლა თავს ძალა დავატანე. იმიტომ რომ არ შეიძლება ესე გაქრობა რუსულად რო იტყვია ნიადაგანი პრივეტ. მოვედი თან სიახლეც ხო უნდა მეთქვა თქვენთვის რა სიურპრიზი გაგვიკეთეს მე და სუსოს. ეს რაღაცა ისინი მოგვცემი უკან თავისი სამაგრები რომ ტრანსპორტირების დროს რომ ბარაბანმა არ იმოძრაოს და არ დაზიანდეს. ეს საჭირო ნივთია, მე რაღაცა ვთქვათ მეთვაქნას და იმდენი საშუალება გქონდეს რომ დიდი ბინა ვიყიდოთ და გადავიდეთ და გადავიტან მაგრამ საშუალება თუ მექნება შეიძლება სხვაც ვიყიდო. ნუ მოკლედ მაინც საჭიროა რა ეს ისა რომ
ეს ისინი დაგჭირდება რა. ხო, გარანტია აქვს 2 წელი. 2 წელი აქვს გარანტია. პრინციპში არც ეგეც არ მაღელვებს. თავარი ის არის, რომ არის ახალი და კარგად მუშაობს, ვიცი, რასაც მე ვუყურებ, ვაკვირდები, ჩუმად თავისთვის არ ხრიგინებს, არ ხმაურობს, არ მიფრინავს თვითფრინავის მის ხმა რა აქვს, ახლა დედაჩემის საერთოდ მანქანაც გერმანულია, მაგრამ ძველი მაინც დიდი ხნის წინანდელია და ისიც მარტივია მოხმარებაში, თუმცა ფართეა უფრო, ანუ სიღრმე და მოკლედ ახლა გააწურვის დროს, ანუ რომ დაიწყებ და ისა მეგონა თვითფრინავი მიფრინავდა თუ ჯდებოდა რა, ესეთი ხმა გქონდა. ხო. ესეთი ამბები მეგობრებო, კარგით, აბა ახლა დაგემშვიდობებით და ყველას ვისაც კეთილი გული გაქვთ და სიკეთეს უსურვებთ ერთმანეთს, მე მაგალითად როცა სხვას ვუყურებ, რომ სხვას საჩუქარს ჩუქნიან, რაღაცა სიახლე აქვს, გეფიცებით შვილებს ისე მიხარია, თითქოს მე მაჩუქესო, იმდენად რაღაცნაირად მსიაოვნებს ეს ადამიანების ესეთი სიკეთე. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ესეთი ადამიანი და ეს ადამიანები მეც იმსახურებენ, ანუ ცხოვრებაში და უნდა მათ ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ, როცა აი მეც როცა მექნება საშუალება, აგერ დაგანახებთ როგორი მეც მიყვარს საჩუქრების კეთება მეგობრებო და მეც გავახარებ ძალიან ბევრ ადამიანს. შეიძლება ახლა არის რაღაცეები, რასაც არ გიყვებით ხოლმე. ამ ეტაპზეც იყო რაღაცეები, მაგრამ ისეთი მცირედი და ამაზე არ ვსაუბრობ ხოლმე პროცესი. და შეიძლება მეც არ ვთქვა, მაგრამ რა ვიცი, მაინც ცოტა გავხერდი ჯობია, როგორ არის ახლა, სულ არ არის შესაფერი ამასთან, მაგრამ რაღაც ესეთი იქნება აუცილებლად. კარგით მეგობრებო, ძალიან მაგრამ ეცინება, დაგემშვიდობებით. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ხვალ რომ მოვალ ჩავიწერ კიდე ვიდეოს, პაწეწუნა ვიდეოს მაინც ჩავიწერ. მოგიყვებით, რას ვაკეთებ, როგორ ახლა ძალიან ბევრი ხალხი არ არის, იმიტომ რომ ჯერ არის სიახლე, ახალია, მერე მარხვის პერიოდია და მოკლედ ჯერჯერობით, მაგრამ რო დავიტვირთებით, მე არ ვიცი, მერე ადამიანს ნამდვილად არ დავემსგავსები, დარწმუნებული ვარ. და შევხედავ რა, ახლა თუ ვერ გავძლებ, მერე ვთხოვ რომ რაღაცნაირად დავაგდეთ ისე რომ ცოტა ამოსუნთქვის საშუალებაც მქონდეს ხოლმე. რაც შეეხება ახლა გადასახადის მხრივ მაწყობს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ვიხდი მეორე თვის, ანუ კრედიტმა ის რომ დავფარე, ახლა მეორე მომიწია და ახლა ამის იმაში ვარ, ახლა რაღაც ნაწილი შევიტანე, ახლა კიდე ნაწილი დამრჩა, მოკლედ იმას ყოველდღე კიდე პროცენტი ემატება და აი ესე დავსდევ ამ ვალს რა მოკლედ. და მარტო მე არა ვარ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთან განიცხართ ამ დღეში და მე ვიცი, ჩემი თანამშრომლებიც იგივე სიტუაციაში არიან, უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ანუ დატვირთვა რა, უფრო მეტი ვალი და არაერთს, თითქმის ყველას, მგონი ადამიანი აღარ დადის ქვეყანაზე, ვისაც ვალი არა აქვს ბანკის თუ მიკროსაფინანსო იქნება თუ რაღაცის, მოკლედ რა, ხალხი არის ვალებში და რაღაცა უნდა ეშველოს ამას, აი არ შეიძლება ესე ცხოვრობდეს საქართველოში ქართველი, რასაც ქვია იტანჯებოდეს და რა ვიცი, უცხოელებს ხელის გულზე ვატარებდეთ და საკუთარს არ ვინდობდეთ, მოკლედ. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, რაც ღვთისწყალობა იყოს მთავარი, ეს არის ჯანმრთელები იყავით და დანარჩენი რაღაცა იქნება. კარგით, აბა გაკვეცეთ და ხვალამდე.